გულმკერდის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც ქმნის გულმკერდის ღრუში არსებული სტრუქტურების მკაფიო გამოსახულებებს. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია აჩვენებს დეტალურ სურათებს დიდი მაგნიტის, რადიოტალღების და კომპიუტერის გამოყენებით. ექიმები იყენებენ გულმკერდის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას, რათა შეაფასონ, დაადგინონ და დააკვირდნენ სხვადასხვა დაავადებას, რომელიც გავლენას ახდენს იქ მდებარე სტრუქტურებზე. გულმკერდის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იძლევა გულმკერდის ღრუში არსებული სტრუქტურების, მათ შორის შუასაყარის, გულმკერდის კედლის, პლევრის, გულის და სისხლძარღვების დეტალურ სურათებს, თითქმის ნებისმიერი რაკურსით. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ასევე უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოძრავ თანმიმდევრულ გამოსახულებას, რაც მნიშვნელოვანია გულის სარქველების, აორტის და ღრუვენის მდგომარეობის და ფუნქციის შესაფასებლად. გულმკერდის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება შემდეგ შემთხვევებში. პათოლოგიური მასების აღმოჩენა, რომელთა ადეკვატურად შეფასება შეუძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიით. სიმსივნის ზომის, მასშტაბის და მიმდებარე სტრუქტურებში გავრცელების ხარისხის განსაზღვრა. გულის სარქველების და მისი სხვა შემადგენელი სტრუქტურების ანატომიის და ფუნქციის შეფასება. მიოკარდიუმის პერფუზიის ან გულში სისხლის მიმოქცევის და გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შეფასება. სისხლძარღვებსა და გულში სისხლის ნაკადის დინამიკის განსაზღვრა. ლიმფური კვანძების და სისხლძარღვების, გულმკერდის სისხლძარღვთა და ლიმფური მალფორმაციების აღმოჩენა. გულმკერდის ცვლების როგორებიცაა, მალები, ნეკნები და მკერდის ცვლები და ასევე გულმკერდის კედლის რბილი ქსოვილების, კუნთებისა და ცხიმის, დარღვევების შეფასება. პერიკარდიუმის შეფასება. შუასაყარის ან პლევრის დაზიანებების შეფასება, რომლებიც აღმოჩენილი იქნა სხვა გამოკვლევის მეთოდებით, როგორებიცაა გულმკერდის რენტგენი ან კომპიუტერული ტომოგრაფია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სპეციალური ფორმა, სახელწოდებით მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, სასარგებლოა გულმკერდის ღრუში არტერიების და ვენების შესაფასებლად. მას შეუძლია აჩვენოს სისხლძარღვის ანევრიზმა, თრომბოზი ან განშრევება. ზოგიერთ შემთხვევაში გულმკერდის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს იყენებენ კონტრასტულ ნივთიერებას. კონტრასტული ნივთიერება გადოლინიუმი იშვიათ მიწათა ლითონია. სხეულში შეყვანის შემდეგ ისცვლის მიმდებარე წყლის მოლეკულების მაგნიტურ თვისებებს, რაც აუმჯობესებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე მიღებული სურათების ხარისხს. კონტრასტული ნივთიერება აუმჯობესებს სიმსივნეების, ანთების, სისხლმომარაგების და სისხლძარღვების ხილვადობას. კონტრასტი ასევე გამოიყენება გაფანტული სკლეროზის და ინფექციის დიაგნოსტირებაში. კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ ინტრავენური კათეტერის მეშვეობით, რომელსაც აყენებენ იდაყვის ან მტევნის დონეზე. კონტრასტული ნივთიერებები უსაფრთხო ინტრავენური პრეპარატებია. როგორც სხვა პრეპარატებს, მათაც გააჩნიათ მსუბუქი ან მძიმე გვერდითი მოვლენები, მაგრამ მძიმე რეაქციები ძალიან იშვიათია.